მოკლედ იმდენი კითხვები მომაყარეთ გასაგებია რომ გაინტერესებთ სხვა აცრებთან დაკავშირებით განსაკუთრებით ძალიან ბევრი წერილი მოდის რომ ვერ ვასწრებთ საკითხვას იმდენად ბევრია აი პატარა მყავს შვილი მყავს ამდენი წლის მყავს 4 წლის 6 წლის 7 წლის შვილი რა ასე შემდეგ და აი სავალდებულო თუ გეგმიური აცრები როგორ ავცრა ამას მე ესე საჯაროდ ვერ გეტყვით თუ კონკრეტულად გაინტერესებთ ან მობრძანდით ან ონლაინში კონსულტაცია შესაძლებელია და ინდივიდუალური კონსულტაციის დროს განვიხილავთ თქვენ სიტუაციას თქვენი ბავშვის და აი მაშინ შემიძლია რაღაცა ინდივიდუალურად კიდე გირჩიოთ. ერთადერთი რაც შემიძლია გითხრათ, იცით ახლა რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მისმა ჯანდაცვის მინისტრმა და თვითონ ტრამპიც მონაწილეობდა ამაში 72 აცრინა რომელიც იყო ამერიკაში მიღებული 61 გააუქმეს. დატოვეს 11 ისიც წერია რომ 11-ვე მშობელთან შეთანხმებით უნდა ჩატარდეს, ანუ მშობელთან ექიმი უნდა შეთანხმდეს და ამ შემთხვევაში მიიღონ გადაწყვეტილება. რაც შეეხება თქვენ კონკრეტულ შემთხვევას, რა ვიცი, დამიკავშირდით კონსულტაციის ფორმით და ამ შემთხვევაში რასაც შეძლებ იმას გირჩევთ და დაგეხმარებით. აი ეს ერთადერთი რაც შემიძლია საჯაროდ გიპასუხოთ. მადლობ ნახვამდის.